გამარჯობა. ძალიან სწრაფად, ბევრი რამ გიორგი აფხაზი უნდა გიამბოთ. მე-20 საუკუნის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი გიორგი აფხაზი საქართველოში 1892 წელს დაიბადა. ამბობენ, რომ ლასკალას თეატრში დღესაც ახსოვთ მისი სახელი. მან ხომ აქ თითქმის 20 წელი იმუშავა და შექმნა უამრავი კოსტიუმისა და დეკორაციის ესკიზი. იმუშავა 10-ზე მეტ ოპერაზე, დაფნი, მავრა, სიყვარულის ელექსირი და სხვა. განსაკუთრებულია აფხაზის როლი გრაფიკულ დიზაინში, შემორჩენილია ცნობილ იტალიურ ჟურნალ ლა ლეტურას გარეკანების ილუსტრაციები. იტალიაში ვეფხისტყაოსნის პირველი გამოცემის ყრის დიზაინიც მისი ნამუშევარია. გიორგი აფხაზის სახელი იტალიის კინემატოგრაფიასაც უკავშირდება. იყო არაერთი ფილმის მთავარი მხატვარი. მისი ესკიზებით შექმნილი კოსტიუმები ეცვა ოსკაროსა ნანა მანიანს. კინოთეატრები ხშირად ჭრალდებოდა მისი შექმნილი პოსტერებით. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სარეკლამო დიზაინშიც. არაერთი ცნობილი კოსმეტიკური და საავტომობილო ბრენდის, მათ შორის Citroen-ის სარეკლამო პოსტერები, ღია ბარათები, მცირე ჩამონათვალია გიორგი აფხაზის შემოქმედებისა. თუმცა მისი ევროპული ცხოვრების გზა ხელოვნებით კი არა, დიპლომატიური მისიით დაიწყო. ის იყო სამხედრო ატაშე, კონსული და პირველი ქართველი, ვინც 1959 წელს რომში პირველი ქართული ასოციაცია დააარსა. დღესაც სულ ეს იყო. მეტი საინტერესო ფაქტისთვის გამოიწერე ზიგზაგი. დროებით!